მიხეილ საგარელი მოვიწვიოთ ახლა, მოვიწვიოთ მიხეილ საგარელი დარწმუნებული ვარ, ეყარება ბატონ მიშას ყველი და ლავაში. გავიგოთ პლანეტარული განწყობები, ანუ როგორი კვირა გველოდება, განსაკუთრებით სხვადასხვა ნიშნებს ზოდიაკოსი, რას ველოდოთ, რას მოვერიდოთ. ვინ გვიყვარდეს, ვინ გძულდეს და ასე შემდეგ. მოგესალმებით. ბედნიერი დილა, ბედნიერი დღე, ბედნიერი კვირა ყველას უპირველეს ყოვლისა და ესე იგი რა ტენდენციებია მოსაოდნელი კვირა საინტერესოა, მნიშვნელოვანი, მაცდუნებელიც არის, მოდი ასე ვთქვათ. მაცდუნებელი კვირა? კი, მაგრამ მაინც თლეომში კარგია. რატო? დედამიწა გადადის დადებითი ერგოველში. ეს უკვე დადებითია, იმიტომ რომ ურთიერთგაგება მატულობს, მოლაპარაკებაც უკეთ წარმოებს, იდეების რეალიზაცია უფრო მეტად შესაძლებელია ყველასთვის და ეს არის ის პერიოდი, რომელიც ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ასეა თუ ისე კარგია, შეიძლება ესე ვთქვათ. მაგრამ ეხა თავისი ნიუანსები აქვს, დეტალები. ანუ ეხა ხო ამბობენ ხოლმე რომ აი გვეძლევა კარგი, მაგრამ ბოლომდე არა. რაღაც წყალქვეშა დინებები აქვს და ეს დინება თუ გამოგჩა მხედველობიდან, კაცმა არცის კიდე კარგი იქნება თუ ცუდი იქნება ეს კვირა. ხო ასე ტენდენცია. ესე ვიყურეთ. 5 ეს დანიშნულია. 5 გეომაგნიტური დღე გვაქვს. ერთ კვირაში? ამ კვირაში. ზედიზედ, ესე იგი ახლა 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი, ზედიზედ და მე კვირა დღე. რას ლაპარაკობ? ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა შენ ახალგაზრდა ხარ შენ. წნევები უნდა ვიკონტროლოთ. პირველი რას ახალგაზრდა ადრეა ჯერ. გოდერძის გასაგონად ამბობს. გასაგებია. გოდერძის გაუზომავ წნევას შენ. ახლა ბევრჯერ თუ გაიმეორებ, მე ვისხისაც აქვს. ეხლა შენ თუ დაგავიწყდება რომ გოდერძის აქვს თევზების დიდი ზეგავლენა. ამისთვის არ შეიძლება ეგეთი რაღაცის. არ შეიძლება ხო. ხო რომ მოიხო, აი ხო მე რა დაიხვევს ამას და მე შეიძლება წამოვხსნეს მერე სხვისი მართლა შეიძლება დაემართოს მოიზიდავს იმ ენერგიას, მოდი ესე ვთქვა, ხო? ეხლა ესე იგი ეს 5 დღე რას ნიშნავს? ეს არა აუცილებელი რომ აინამაც ხარ თავით კი ოდეს უგონებოდ იყო წრევა გაწუხებდეს, მაგრამ თუ მოხდა ესეთი რამ, მაშინ ესე იგი იცით რა უნდა ქნა, წამლეთ პროფილაქტიკა, აგეროთ არის ყავის სპეციალისტია თან ამ კუთხით და იცის აწევის მეთოდოლოგია ამ ფორმით და ასე შეგო გამოიყენე და მოიყვანე წესრიგში ორგანიზმს. ეხლა სხვა მშვენი მოვლენები გვაქვს ჩვენ ოთარმა გადაცემის თავიდანვე რასმი აქცია ყურადღება რა გიქნება. მორიელში გადავიდა. მორიელმა დაიტანო ხა სახში ყავს მორიელი გასაგები ეს ყურში მოხდა ეს ამბავი. გასაგებია. ეხლა პირველ რიგში ესე იგი რა გველოდება ჩვენ. დავიწყოთ ხვალინდელი დღით და ნაწილობრივ დღეს უკვე საღამოს, მაგრამ ხვალ მაინც ახალმთვარეობა. ახალმთვარეობა სასწორი ზოდიაქოს ნიშანშია, ეს ნიშნავს რას? არ მოხდეთ ხვიცის ზეგავლენის ქვეშ. არავით არის უსწრაფობა, უყარათო ხარჯვისადმი მიდრეკილება და შინაგანი მერყეობა, რაც ძლიერდება სასწორის აიწონა და აიწონა. ხან ერთგინად ხან მეორე თქვენთან არიცით რა, ამიტომ ხვალ არავით არის სერიოზული განწყობლებები არ მიიღოთ. ახალი საქმე არ დაიწყოთ, ხელშეკრულებები არ დადოთ და მოლაპარაკებები არ აწარმოოთ. მათი უმრავლესობა შეიძლება მოლაპარაკება აწარმოო, შეთანხმდე, მაგრამ არ ემუშავებს მე. ამაზე ელაპარაკება, ყველას ეხება, დავიწყეთ რომ ახალმთვარეობა ყველაზე მოქმედებს. ეს არის მზის და მთვარის შეერთება და ამ დროს სწორედ მოდის უარყოფითი ენერგია. ახალმთვარეზე წყალს არ უსხავდნენ მცენარეს, იმიტომ მალე უპევოდა ძირები. ამიტომ ეს წინაპრებმა იცოდნენ, ხო? აქედან გამომდინარე ყურადღებით გავიაროთ ხვალინდელი დღე, მშვიდად დადებითი ემოციით, მეტი იუმორით, ხელოვნებასთან ურთიერთობით და სასიამოვნო ადამიანთან კონტაქტით. აი ეს არის რაც მომეთხოვება. ზეგ რა ხდება 4 შაბათს. საინტერესო ამბავია პლანეტა ნეპტუნი. ეს არის რწმენის, ეს არის ფანტაზიის, ეს არის ილუზიების და ეს არის ინტუიციის მმართველი პლანეტა. ეხლა ვერძის ზოდიაქოშია და ბრუნდება თავის საყვარელ ნიშანში, ანუ თევზებში. თევზების მმართველია სწორედ ნეპტუნი, ანუ ეს რას გაგვიძლიერებს ჩვენ? აი სწორედ ინტუიცია უფრო מחვილი გახდება, შესაბამისად ფანტაზიების უნარი პოეზიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში იქნება არნახულად კარგი, შემოქმედებითი ნიჭი ძლიერდება, ანუ აქ თავისი პლუსები, მინუსები. რწმენის ფაქტორი გაძლიერდება ადამიანებში, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რა აქვს მინუსი? აი მინუსი არის ის, რომ შეიძლება წამოვიდეს შიშები. შეიძლება წამოვიდეს ის, რაც ჩვენ ახლა ვთქვით გოდერძისთან, აკვიატება ცუდი აზრებისა და მათი მოზიდვა. ეს თევზებს ახასიათებს. ახასიათებს და ნეპტუნს, ორივეს. ეს მმართველია თევზებისა, სწორედ ნეპტუნი, ამიტომ საერთაშორისოებია. ტოლვა ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული ნაერთებისა და ფსიქოტროპული პრეპარატებისადმი. ასევე მოიმართებს. ნახე რა შეწუხებული სახები იყო უკვე გოდერძი. დავშვიდი, დაწყდარდი და ნუფიქრობ, ახლა შენ უკვე შეხვედი ამ როლში, არა? არა. გამოდი. ალკოჰოლიზმი არ მემუქრება. მესმის, მაგრამ უყურე შენ შეწუხდი უკვე რატო? თევზების ელემენტი გაგესმის, უკვე დაიწყე ხა მე რო ამეკვიატოს ეს ფიქრები,
არა, თქვი ყველაფერი კარგად იქნება, უფალი ჩემს გვერდით არის, მორჩა. ეს არის საჭირო შეუძახო შენს თავს, მიხდი? ეხლა შემდეგი ელემენტი, რაც მნიშვნელოვანია, ესე იგი მაქსიმალური ყურადღება, ესე იგი ნეპტუნის დაბრუნებასთან ერთად, ოთხშაბათ დღეს რა ტენდენციები აქვს მოსავალნელი? ცოტა არის ტენდენცია ძალადობისადმი ვიდრეგილების. პლუს ამას მოემატება მით უმეტეს ალკოჰოლური სასმელები, ტოლვა და ამას მე შეიძლება ადვილად მოყვეს ჩხუბები. ოთხშაბათი ამ კუთხით ცოტა კონფლიქტური დღეა და იღავით ყურადღებით, მით უმეტეს თუ ალკოჰოლთან, ნარკომანიასთან გაქვთ კონტაქტი, ამან შეიძლება გამოიწვიოს მე სერიოზული კონფლიქტი. ამ დაინახავთ ნასვამ ადამიანებს, ცოტა გაერიდით. ოთხშაბათს უჯობესია ეს ამბავი. შარზე არა. გოდერძი, რასაკვირველია ყოველთვის ეს საყურადღებოა, მაგრამ არის დღეები, როცა აი შარი რო იტყვიან, მადლობს რა ადამიანს შეიძლება მე თვითონ ვერ აგიხსნათ რა დაემართა კაცო ხა დალევით სვაო მაგრამ გეტყვის აი ამ დღეს რა მომივიდა არ ვიცი შუაკვირაა და არ უნდა დალიოს არა რა ეს ჯობს ნინო არ ეს ზოგადად კაი ფრაზაა მაგრამ სად არის ეგრე მოგნე ისე უნდა დალიო რომ მე მომღერალი არ მოგეჩვენო ხო მართალია ხო არა მომღერალი თუ მოეჩვენე კიდე არ აუშავს სხვა რამე არ მოეჩვენოს იქ კიდევ არის ვარიანტები გაითვალისწინონ მithumetes ფანტაზიები ღვივდება ამ დღეებში ეს გამოცდილება ალაპარაკეს ბატონო მიშა ბეს. ხო, ახლა შემდეგ კიდე ერთი დღე მნიშვნელოვანია, რაც გვერდია, აქ ჩვენ გვაქვს ხუთშაბათი, ხო? ხუთშაბათს რა ხდება ზუსტად როდის, რაც აი ოთარს საინტერესებს, ტოვებს მშვიდობიან ნიშანს, სასწორს, მოდეს თქვა მზე და გადადის ძალიან მებრძოლი სულისკვეთების მორიელში ერთი თვით. ეს ხდება სწორედ 23-ში. მორიელ ახლა მოიხსენებათ ეს განსაკუთრებული ჩამოსხმა ადამიანებისა, იმიტომ რომ უდავოთ, იმიტომ რომ ეს არის უშიშარი, მეომარი, მებრძოლი სულისკვეთებით უკან არიხვევს. ძალიან პრინციპული კბილებით იცავს ყველგან საკუთარ პოზიციას. ახლა დავით აღმაშენებელი ქართულ ჯარში იყენებდა მორიელს ხელმძღვანელად ტრადიციულად ის იყო სწორედ ხედართავარი, იმიტომ რომ ჯერთი კარგი ორგანიზატორია, მერე ლიდერია ხასიათით, მებრძოლია თავისი ხედვა, ინტუიცია გარნახული, სტრატეგიული ხედვის ძალიან კარგი უნარი აქვს, ტაქტიკოსია გადასარევი, ხო? რაღაცას ვიკითხავ. ანუ სამეფო დინასტიის დროს მეფეები ამას ასეთ ყოველდღიურობას აქცევდნენ. მეჭუჭნეთ უყუცესი მაგალითად ჩვენ უბრალოდ თავის დროს არა, დაგვიმალეს ჩვენს ინფორმაცია, თორე ჩვენი მეფეები გადასარევად იყენებდნენ ასტროლოგიურ რუკებს და მშვენივრად ერკვეოდნენ ამაში. რატო ისწავლებოდა მე-12 საუკუნეში გელათის და ეყავთოს აკადემიებში ვარსკვლავური ცხელობა, რაც ოფიციალურად თითქმის ყველა ისტორიულ წიგნშია ნახსენები. რატო? იმიტომ რომ იცოდნენ ამის მნიშვნელობა, ხო? და აქედან გამომდინარე, არჩევანიც იყო სწორი, ხო? აი რატო არ არჩევდნენ ვერც მაგალითად? ხედართავრად. აი რა პრობლემა. არა, აი უყურე, არა, გიშესი თქმა არ არის სწორი. ნელა უყურე, უშიშარია, მეუმარი არანაკლებია, როგორც მეუმარი და უშათ იმიტომ რომ ემოციურია ძალიან. არა, ემოციები არ არის. სუსტრაფი. ხედართავარი არ შეიძლება იყოს სულ გრძელი უნდა იყოს და არა სულ სწრაფი. მორიელი ამ თვისებებით ერთად ძალიან მომთმენია და კარგი სტრატეგიული ხედვა. დინჯიც არის, ხო? დინჯი, ამიტომ არის საჭირო ხედარ. ეს იცოდნენ და ანუ ელოდება შესაბამის მომენტს მორიელი. ღვინოს წურავდნენ, შემოკავო ახალთვარეები და მე-11 დღეს დაწურული ღვინო არის ყველაზე კარგი და ყველაზე დიდხანს ინახება. ეს წესები იცოდნენ კაცო გლეხებმა და იყენებდნენ ყოველთვის მთვარის ზეგავლენას, ხო? ამიტომ ეს იყო, ამიტომ შემოკარგებო, ესე იგი მორიელი შემოდის, მაგრამ მორიელს კარგი რო აქვს ცუდიც აქ. ნუ დაგავიწყდებათ ეს, ხო? კარგზე ვილაპარაკეთ? არა, კარგი თქვით, ორგანიზებულობა, დისციპლინა, ხედართავართან ნიშნავდა დავით აღმაშენებელია. ნიჭი, ინტუიცია, არნახული, ძალიან ძლიერი, რომელსაც კარგად იყენებს, ეს ყველაფერი გადასარევია, ხო? რა აქ ახლა ცუდი. აი რის მიმართ ყველა ჭირდება ყურადღება, იმიტომ რომ უკვე რას ნიშნავს? ნიშნავს ის, რომ ზეროცა გადადის მორიელში, ჩვენ გადავდივართ, წარმოიდგინეთ მორიელის მოედანზე, ერთი თვე, ყველანი უკვე იმ მოედანზე დავდივართ. ანუ იმ ენერგიების ზეგავლენის ქვეშ ვართ. ამიტომ როგორც კარგი, ასე ცუდი, გვინდა არ გვინდა ეს ჩვენზე ზეგავლენის ტელევიზია გახსნილი და იქ მოუწევთ. ვატყობ მაგას. ეს მორიელით განსაკუთრებით დაინტერესდა ოთარი და ნინო ორივე. ეხლა მოდი ამუშავოთ რა აქ უარყოფთი. დრამატიზირების ტენდენცია, ვერიტანს წარუმატებლობას. აუ, რაობედური ვარ. აი მისი ფრაზა, ოპტიმიზმი აკლია. რა სწორედ ოთარის ოპტიმიზმი საჭირო ამ დროს ფილოსოფიის. რა აქ ვარყოფთი ჯიუტია, არავის მოსმენ არ სურს. შედეგად შესწავლებს კარგად უშვებს. ეჭვიანობა, ეჭვები ღრნის მის გონებას და მე ხშირად პრობლემებს ქონის ურთიერთობებში. პლუს ამას რა აქ ვარყოფთი სარკასტულ გესლიანი გამოთქმები. ისეც გეტყვის და ისე დაგესლავს თუ გამწარდა რომ ტრისას დავი არ დაგავიწყდება მთელი ცხოვრება. რა აქ ცუდი
კახელია, პირდაპირ შუბში მიახლის ადამიანს, რასაც ფიქრობს. კი, სწორია, მართალია, მაგრამ ფორმა აქვს საშინელი ხო? ადამიანი შეიძლება დაანგრიოს, ხო? როგორიც როთასაკ მაუფილი სახელი შეხედეთ. და პლუს ამას წენის დამახსოვრება. და სამაგიერო თუ მოიდომა მტრისას და ავისას, ხო? 20 წლის მერე გადაგიხდით. ხო არ გონია დაავიწყდება? არა, თან ატარებს. და მე 20 წლის მერე სადღაც იქ ბოსტახებში რო გაგიჭირდება, იქ მიგაჭრიტავს. ეს კომენტარი კახელების კომენტარებით გაგებსება ლინკი. აი მე არა, ესეა, კაცო, კახელებმა ეცია, კახურებს იპოტიპი აქ როგორც მორიელს, ასევე თხისქას, ნაწილობრივ კუროსაც, პირდაპირები არიან ქალწულსააკეს ელემენტები, ხო? ეხლა მან დასამალი არაფერი არ არის. ეხლა მოდი ავუშვათ, რომ ეს ტენდენციები გაძლიერდება და ერთი თვე უკვე ხუთშაბათიდან თვალში საცემი იქნება მორიელის როგორც კარგი, ასევე ცუდი. ცუდს კონტროლი და უწესოთ კარგი მივიღოთ. ხო, და კიდე ერთი დღე პარასკევი, მინდა ეხავთ ხო ყველას. შეიძლება რაღაცა გაქვთ, კარგი მანქანა, კარგი ტანსაცმელი, კარგი სახლი, კარგი შესაძლებლობა, ნუ იტრაბახებთ. არნახულად ბევრ მოშორნეს შეყრით თქვენ სერვირი და მე ამას მოყვება ძალიან დიდი უსიამოვნები. გადამეტებულად ეფექტური ნუ იქნებით ამ პერიოდში. ეს ყველას ეხება, ყველას ეხება აბსოლუტურად, იმიტომ რომ აი გუშინაც კი მითხრა ერთ-ერთმა გოგონამ, როგორც კი კარგად ჩავიცავ და ძალიან ეფექტური ხდები, იმ დღეს თუდად რო არ გავხდე, რაღაც არ დაემართო, ძალიან არ მოვიწამლო, არ შეიძლება. სხვათა შორის ამასინად ლეილა აბაშიძის ინტერვიუს უსმინე, სადაც ფრაგმენტს მე ნიშნა ეხლა, რომ ამბობს, რომ როცა როლს მივიღებდიო, ძალიან ემოციური ვიყავდიო და ყველას უყვებოდიო, რომ ეცით ახალი სპექტაკლი, ახალი კინოში მიიღებენ. მე მგონია რომ ყველას უხაროდაო და თუ მტრებს ვიჩენო. ვითხრა ეს მეც ჩემს გადაცემაში თქვა ეს ნამდვილად ესე იყო და დასანანია. დასანანია. ზოგადად ადამიანებს რო გიყვება ამბობს რატო უნდა გშურდეს. ხო არა, ლეილა აბაშიძე თუ გაენ მე მოგიყვები კიდე ეს ცალკე პრივატულ საუბრებში რასაც მიყვებოდა და რა დღეში იყო კიდე რა პრესის ქვეშ იყო მაგას ცალკე მოგიყვები. ბატონ მიშა, ანუ თვალი, ეს არის თვალი, თვალის წემს ადამიანს მოშორ. ძალიან დიდი რაოდენობით. ამიტომ პარასკევი ამ ხრივ განსო ეხლა საერთოდ ჯობია ეს ხედავს მე პარასკევი განსაკუთრებით, ხო? ეხლა მოდით გადავიდეთ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებზე, რომ ცოტა დაგვრჩეს. ეხლა რადგან პერიოდი კარგია, ყველას აქვს კარგი შანსები, პერსპექტივები. დავიწყოთ ვერძით. ვერძებო, ენერგოტონუსი ჯერ მაღალი გაქვთ, შარმი ძლიერია. ამიტომ აქტიურები, ენერგიულები, კომუნიკაბილურები ხართ, უდავოდ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ კარგი პერიოდი როგორც პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ასევე ხელშეკრულებების დასადებად. სხვა შორის ფინანსური მდგომარეობის დარეგულირება, ან მოწესრიგება, ან გაუმჯობესება, ახალი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ახალი პარტნიორული თანამშრომლობიდან გამომდინარე, ამის შანსიც გაქვს საკმაოდ დიდი. ამიტომ ნელ-ნელა ვახოსი არ იყოს, მაყუთიც მოვა, ხელშეკრულებების დაიდება, ახალი პერსპექტივების გამოვლინდება და საკმაოდ საინტერესო და კარგი კვირა გაქვს. შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა ძალიან ეფექტური იქნება. რაც შეეხება კუროებს, კუროებო, ჩემო კარგებო, გაცლებით უკეთესი კვირა, წინა კვირისგან განსხვავებით და ენერგოტონუსი გემოდებათ. ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, იმუნიტეტი ძლიერდება, ემოციურად უფრო მეტად შვიდები და საუკეთესო პერიოდი, რომელიც ხელუწყობს ასევე ქორწინებას, სასქესო პარტნიორულ ურთიერთობებს, ბიზნეს საქმიან პარტნიორულ თანამშრომლობას, რომელიც კარგი იქნება ძალიან და ერთი მოთხოვნა აქვს სამყაროს გაასაიდუმლოეთ თქვენი გეგმები. აქ წინ და წინ მოიტყვით. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორის შემოვიდეთ, საინტერესო წინადადებით, წინ და წინ იტყვით, ყველაფერი უკვე მოწავა. აი ამას მეექცეთ ყურადღება. მთლიანობაში კვირა უდაოდ კარგია. ტყუპებს ვერ გააჩერებთ ამ პერიოდში. შარმიანია, მიმზიდველია, კომუნიკაბილურია, გონება მახვილია, საინტერესო გენერირება აქ იდეების. ახლა გინდათ რაღაცა იდეა ტყუპებს მიმართეთ. ერთი მეორეზე კარგი იდეები წამოვა. თან ოპტიმისტია თავისი ბუნები და წარმატების ფაქტორი აქვს მაღალი. კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მიღება წარმატებულია, შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ახლა პარტნიორული ურთიერთობა, რომანტიკული თავგადასავლები, შეიძლება არსებული ურთიერთობების ამაღლების ტენდენცია ერთი-ორად მოიმატებს და ფინანსურადაც გააზრებენ თავის შესაძლებლობებს. ამიტომ ტყუპებო, იაქტიურეთ. ძალიან საინტერესო პერიოდია თქვენთვის. კერჩხიბს რაც შეეხება, მთავარი პრობლემა კერჩხიბის ამ კვირაში რა არის? არ გადაამეტოთ ძალაუფლებას. გინც სახში, გინც სამსახურში. როგორც კი თქვენში გაჩნდება მენტორული ტონი და ეგოისტური ტენდენციები, ეგრევე შეექმნებათ კონფლიქტები. აი ამას მეაქცეთ ყურადღება. თუ ამ ტენდენციას გაითვალისწინებთ, ძალიან კარგი პერიოდი იწყება, იმიტომ რომ მორიელს ვახლოვდება მზე. ეს კი წყლის სტიქია, თქვენი მშობლიური, ხო? რას ნიშნავს იმას, რომ თქვენი ენერგოტონუსი მატლობს, ჯანზე მოდიხართ, ემოციურად ნელ-ნელა მშვიდებით, ოღონდ დღეს ნაწილობრივ და ხვალ ფრთხილად
ახალი მთვარეა. და ახალ მთვარეს კირჩხიბი ყველაზე მძიმე თითავს და ხასიათი უცებ ეცვლება. აი სწორედ ხო ყურადღებით 4 შაბათიდან უკვე შეგიძლიათ გააქტიურდეთ. იდეების რეალიზაცია გინდათ, პარტნიორული თანამშრომლობა გინდათ, საინტერესო ინფორმაციის მიღება, სწავლა და უშუალოდ განვითარება, მოგზაურობა, ყველა სფეროში შეგიძლიათ იყოთ ფრია წარმატებული, გეწყებათ ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური პერიოდი 4 შაბათიდან. რაც შეეხება ლომს, ლომი საკმაოდ კარგად ზნობს თავს, ენერგიული აქტიურია, ჯერ ინიციატივის გამოვლენაც შეუძლია, მაგრამ ერთი უცნაურობა აქვს, სახლში უკეთ გზნობს თავს ახლა ვიდრე გარეთ. ურთიერთგაგება აი თავშეთ ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან ძალიან მაღალია, მათი თანადგომაც საკმაოდ მაღალია და ამიტომ მაგ ძალიან კომფორტულად გზნობს თავს. ხეში შეუძლია სახლში შეცვალოს სიტუაცია, აგეთ გაალამაზოს თავისი ბუდე, შემოიტანოს ახალი ავეჯი, გაალამაზოს პატარა რემონტიც გააკეთოს და ასე შემდგომ, ხო რა ძალიან კარგია და სასიკეთო, მაგრამ გარეთ ურთიერთგაგება მცირდება სხვებთან და ამიტომ გარეთ სირთულეები უფრო მეტი აქვს და დაძაბულობა ვიდრე სახლში. ამიტომ არ გაიკვირდეთ თუ ეს ტენდენციები იქნება და თქვენ იგზნობთ რომ რაღაც სახლში უფრო კომფორტულად გზნობთ ვიდრე გარეთ. გარეთ ცოტა მეტი დიპლომატია გჭირდება და ცოტა მეტი თავდაჭერა, რომ არ მოხდეს ურთიერთსაწინააღმდეგო ზოგჯერ ტენდენციების წარმოქმნა. აი ამ ხრივ, მაგრამ მთლიანობაში კი რაუდაოდ კარგია, მრავალფეროვანი კონტაქტების შეხვედრების მოლაპარაკებებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა. და რაც შეეხება ქალწულს, აი ვინ ცხდება, მოდერცი. ესე იგი ახლა მაქსიმალურად ამუშავე შენი ქალწული. ენერგია ემატება ყოველ დღე, შარმე, მეზიდულობა, არნახული, გინდა პარტნიორული თანამშრომლობა, გინდა ინდივიდუალური საქმიანობა, გადასარევად გამოსდის ყველაფერი. ადრეული სხვადასხვა საქმეებიც ეხლა შეიძლება ასვახლებურად წარიმართოს, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ამიტომ შანსები წარმატების აქ არნახულად მაღალი. გინდა რეფორმატორული კუთხით, გინდა ძველი საქმეების დაუშვათ წინ წაწევა, ყველაფერი გამოდის ამ ნიშას. ფინანსურადაც აუმჯობესებს თავის ცხოვრებას და სხვა შორის შეიძლება ძალიან კარგი განწყობა მიიღოს ხელმძღვანელებისგან, კოლეგებისგან და ეს ახალი წინადადებების წესაწინდარი გახდეს. ამიტომ ხელშეკრულებები გინდათ, მოლაპარაკებები გინდათ ქალწულებო თქვენთვის იწყება ძალიან საინტერესო და ეფექტური პერიოდი. სასწორს ჯერ კიდევ კარგი პერიოდი. ჯერ კიდევ ნახევარი კვირა მაინც თქვენ ზოდიაქოში ამზე, ეს რას ნიშნავს? შარმე, მიზიდულობა, კრეატიულობა, კომუნიკაბილურობა, გონება, מחვილობა, ორტოლი მონაცემები, არტისტული ყველაფერი წინა პლანზე გაქვთ. ამიტომ გინდათ როგორც სამსახიობო ნიჭი, გინდათ როგორც ჰექიმი, გინდათ როგორც ტურისტი, ყველაფერი შექმნები ძალიან კარგი. მგზავრობა, მოგზაურობა, გინდათ საინტერესო იდეების რეალიზაცია, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცევა, ყველაფერი გამოდის თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ იღბლიანი პერიოდი, რაც ნიშნავს რას კი არ უნდა წამოწმეთ და ელოდოთ იღბალი როდის მოვა. არა. გამოიყენოთ ეს დრო. იმოძრავეთ, იაქტიურეთ, ხალხთან ურთიერთობები რაც შეიძლება მეტი იდეების პროექტების მიდექით, მოდექით. აი ზუსტად ეგ არის საჭირო, რომ წარმატებული იყოს. მორიელებო, ცოტაც მოთმინება. ცოტაცა. ანუ დღეს და ხვალ გახსოვდეთ, მაინც ახალმთვარეობის პერიოდია, ხო? ესე იგი რას ნიშნავს? სანამ ზე შევა თქვენ ზოდიაქოში ხუთშაბათს, იქამდე აი კუდი არ მოიქნიოს წინა პერიოდმა. ახალი მთვარეა, რომელიც ყოველთვის რთულია. ამიტომ დღეს ხვალ არ გინდათ არავითარი საქმეთა გარჩევა, არავითარი სარისკო მოქმედებების დაწყება, გრანდიოზულ პროექტებში ჩართვა, გათქმა ინფორმაციის ამის შესახებ თუ რას აპირებ და შემდგომ არა. აი უკვე სადღაც 4 შაბათ 5 შაბათიდან თქვენ უკვე იგრძნობთ ენერგოტონუსი სხვა გაქვთ, განწყობა სხვა გაქვთ, ჯანი გემატებათ, კრეატიულობა მატულობს და უკვე აი აქედან იწყება თქვენი ვარსკვლავური დრო. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები ხელშეკრულებები მოლაპარაკებები დაგეგმეთ უკვე 4 შაბათ 5 შაბათიდან. როდესაც უკვე მზე მიუახლოვდება თქვენ ზოდიაქოს ნიშანს და თქვენ გეწყებათ და ახლა წინ და წინ განეწყვეთ ამისთვის, რომ შემდეგი თვე უკვე 5 შაბათიდან გექნებათ ერთ-ერთი საუკეთესო წლის განმავლობაში. ეს რას ნიშნავს? იქ უფლება არ გაქვთ გაჩერების. ამიტომ თუ მანაც აი ხა ცოტა დაასრულეთ თავი 2 შაბათს 3 შაბათს და 4 შაბათი 5 შაბათიდან მორჩა. თქვენ იწყებთ აბსოლუტურად სრული სულით. სულას, იდეები, ურთიერთობები, საინტერესო ადამიანების გაცნობა, კარიერული წინსვლა, ყველა სახის პერსპექტივები თქვენს მხარეს იქნება. შვენიერ. შვილდოსნებო, სანამ დაგეწყება დაბადების წინა ურთულესი პერიოდი, ჯერ არ დაწყებულა, იქამდე მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს კვირა. მაქსიმალურად რომ ჯენ ჯარზე ხართ, ენერგოტონუსი მაღალია, ყველაფერი გამოგდით, საუკეთესო პერიოდია რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის, ინტერნეტთან კონტაქტისთვის, აქედანაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოდის, მეგობრული კონტაქტი და მეგობრების თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პარტნიორული თანამშრომლობა მშვენივრად მიდის, ფინანსურ პროექტებში ჩართვა და ფინანსური მდგომარეობის გამოჩვენება, ამის შანსი ძალიან კარგი გაქვთ. ამიტომ სანამ ეს მომენტი გაქვთ,
ისარგებლეთ. თორემ მე უკვე სადღაც დეკემბრისკენ ხო? ნოემბრისკენ ბოდის. მე არ დამიწყო. მე თქვენი ერგოტონუსი დაეცემა, თქვენ ამას თვითონ იგზნობ და უკვე სურვილი ესეთი აქტიური მოქმედებისა გაგიხნებათ ნაკლები. ეს დაცემული მე ვერ წარმომიდგენია რანაირია. იციან ზოგიერთებმა იციან სიზარმაცის ჭიარო შევა ხოლმე ოთარში მე რა ხდება ეს თან კარგად იციან და როგორც ძდელია მე ამის განძრევა ხო იცის ხოლმე ეგეთი რაღაც არის ჭიარო შევა დადგა ეხლა რა შეიძლება თხისკები გამოცოცხლებიან აშკარად ერგოტონუსი მატულობს შარმი მიზდულობა არნახული ყველაფერი გამოსდის ყურადღების ცენტრში ხვდებიან კარგი ურთიერთობები დგება მათსა და ხელმძღვანელებს შორის მათსა და კოლეგებს შორის ურთიერთგაგების მატების ფონზე წინადადებებით შემოდის საინტერესო ახალი პერსპექტიული შეიძლება საქმე ახალი პროექტი ახალი სამსახური ახალი შეიძლება ფორმის ურთიერთობა პარტნიორული ანუ ყველაფერი გამოგდით შემოკარგებო ეხლა ძალიან კარგი დროა მეგობრული კონტაქტები ძალიან მაღალ დონეზეა მათი დახმარება დროულია ამიტომ შესაძლებლობებით ახსოვს პერიოდი ახალშეგვარებები მოლაპარაკები საზოგადოებრივ საქმეებში ჩართვა ყველაფერი 1-2 წელს ავტორიტეტს და გაძლევს ძალიან კარგ შანსებს წინსვლისა და განვითარებისთვის ამიტომ თხის კაც უფლება არა აქ ეხლა გაჩერების აი უკვე დღეს არ დავანებოთ მოდესვა დღეს ხვალ მოიმზადეთ მაინც ახალმთვარეობის დღეებია და საუბრად დღე ხა ახალი საქმის დაწყება დღეს ხვალ მაინც სასურველი არ არის აი 4 შაბათიდან უკვე დღეს ხვალ მოამზადეთ ყველაფერი 4 შაბათიდან უკვე დაიწყეთ აქტიური მოქმედება აი მე ნახეთ რა კარგად იგზობ თავს მერწმულებო ნაცრისფერი კარდინალი ხსმენიათ ხო რასნიშნავს რა თქმა უნდა აი ეს არის თქვენი ახლა პოზიცია საუკეთესო რაც მეტად შეძლებ ნაცრისფერი კარდინალის პოზიციის დაკავებას და კულისებს მიღმა იქნები და ყველაფერს აკონტროლებ და ყველას მით მეტად იქნები წარმოდებული არ და წარმოდების შანსი გაქვთ არნახული ჯერ ერგოტონუსიც მაღალია ჯანზეც ხართ განწყობაც საკმაოდ კარგია და პლუს გაქვთ საშუალება რომ ფინანსური მდგომარეობაც გამოჩებესოთ ახალი ფინანსური წყაროებიც იპოვოთ უცხოელებთან აქტიური კონტაქტები დაამყაროთ და ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოაყალიბოთ და შეიძლება უცხოური ფინანსებიც კი გამოიყენოთ თქვენს იდეებს პროექტებში ოღონდ გეთხოვებთ ეს ისედაც შესაძლებელია ოღონდ თუ იქნებით კიდე ნაცრისფერი კარდინალი ორჯერ მეტ წარმატებებს და გავლენის სფეროს სხვა ადამიანებზე გეკნებათ ორჯერ მეტი ეს გაითვალისწინეთ ხო თქვენზე უკვე დავუკვირდით გაგრძელდეს რა კარგი იქნება ვიქნები ნაცრისფერი ხო ერთი კვირა რო ორ კვირიანი იყოს რა კარგი იქნებოდა აი გაუჩნდა უკვე იდეები კარგია თევზებო შემოგარგებო თქვენს ნელ-ნელა შედიხართ ვარსკვლავური პერიოდის ზონაში ანუ ნელ-ნელა ამ კვირიდან ერგოტონუსი გემატება თქვენ დახვეწილი იუმორი წინა პლანზე წამოიწევს ოპტიმიზმი მატულობს შესაძლებლობებით ახსოვს პერიოდია ამიტომ გინდათ პარტნიორული ურთიერთობა თანამშრომლობა გინდათ უცხოეთთან კონტაქტი მგზავრობა მოგზაურობა გინდათ საინტერესო შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა ხელშეუხებლობების დადება ყველაფერი გამოგდით და რასთვორია ძალიან იწებებთ ადამიანებს აი ეს თქვენი შარმე მიზიდულობა ქმნის აი ამ საოცარ პოპულარობას საზოგადოებაში ამიტომ საუკეთესო დრო გაქვთ წინ გინდათ შემოქმედებითი კუთხით გინდა დაუშვათ ექიმი ხართ სხვაჩვენს ერთ-ერთი საუკეთესო ექიმია თევზები მათ შორის მედები არანახულად კარგები და აქედან გამომდინარე ფსიქოლოგები მშვენიერი ან ნებისმიერ სფეროში თქვენ შეგიძლიათ ახლა გაიხაროთ და გაგვახაროთ თითოეული ჩვენთაგანი ამიტომ მიაქტიურეთ და ყველას გისურვებთ წარმატებას დიდი მადლობა ვინც გაფრთხილებულია შეიარებულია დიდი მადლობა ბატონო მიშა ვიცით უკვე მთელი კვირა რა უნდა გავაკეთოთ ახლა მოდი გავიგოთ ბატონო მიშა როგორი ამინდი გველოდება დღეს რას მიზი ხარ აქ წადი ამინდის პროგნოზი არა ეთქობა წვიმები არ არის და თლად არა წვიმებია აბა გავიგოთ როგორი ამინდი